აბიტურიენტებმა სტატუსი შეიცვალეს 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების მიხედვით უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 31700-ზე მეტმა ახალგაზრდამ მოიპოვა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 88%-ს შეადგენს. Როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციაშია ნათქვამი, სახელმწიფო გრანტის მფლობელი 6500-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა. მათ შორის 100, 70 და 50%-იანი ოდენობის გრანტი მოიპოვა ათეულობით ზესტაფონელმა აბიტურიენტმა. სხვებთან ერთად მაქსიმალური გრანტის მფლობელი გახდა ნინო გორგოძეც. მოულოდნელი არ ყოფილა ჩემი შედეგი, რადგან აქამდე ძალიან ბევრი ვიშრომი ამის მისაღწევად და საკმაოდ მაღალი ქულებიც მქონდა. როდესაც დავინახე ჩემი ისტორიის 60 ქულა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს სკოლას, ჩემს მასწავლებლას მარეხი მჭედლიძეს, მისი თავდადებული შრომის ფასად არის სწორედ ეს შედეგი მიღწეული და ანუ ამ ქულების შესაბამისად უკვე ეს შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა. საკმაოდ მაღალი ქულები მქონდა ქართულშიც და ინგლისურშიც 58 და 69 და 100%-იანი გრანტი, რა თქმა უნდა, ბედნიერების მომნიჭებელია ყველასთვის, მაგრამ მოულოდნელი არ ყოფილა. წინა წელსაც გავედი ამ გამოცდებზე, წინა წელსაც მაღალი შედეგები მქონდა და საერთოდ ეს გამოცდილება ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან უფრო მორგებული ხარ საგამოცდო სიტუაციას, იქ მდგომარეობას და უკეთესად ხარ გაცნობიერებული თვითონ წესებშიდაც და ეს ყველაფერი აღარ გიქმნის უკვე არაკომფორტულობის შეგრძნებას და უფრო თავდაჯერებული შედიხარ, როდესაც მეორე წელს აბარებ, მეორე წელსაც გადიხარ გამოცდაზე და მაშინ შენ მე-11 კლასელი იყავი და ინგლისურში დადე მაქსიმალური ქულა. დიახ, ძალიან გამიხარდა, აი წინა წელს მართლა ძალიან დიდი ბედნიერება მივიღე ამით, მაგრამ ამ წელსაც ისტორიის 60 იყო, აი არ ვიცი, ძალიან შთამბეჭდავი, რადგან 8 ბავშვი ჰქონდა საქართველოში მიღებული და ერთ-ერთი ვიყავი მეც. აბიტურიენტებს, რომლებიც მომავალ წელს ჩააბარებენ, მინდა ვურჩიო, რომ ძალიან კარგად მაქსიმალურად დაკვირვებით არჩიონ საკუთარი პროფესია და სწორედ ის უნივერსიტეტი და ფაკულტეტი მონიშნონ პირველ ადგილზე, რომელიც მათ უნდათ და აუცილებლად მაქსიმალურად იცადნონ, რომ დადონ ძალიან კარგი შედეგები და ამისათვის საჭიროა ცხადია შრომა და შრომა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. 2025 წელს დაფინანსდა 11600-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. აქედან 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი 1400-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5000-მდე გამოსაცდელი. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლას 1700-ზე მეტი აპლიკანტი გააგრძელებს. დაფინანსდა 700-ზე მეტი გამოსაცდელი. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39000 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება. ნათქვამია ინფორმაციაში.